ხვალ უკვე უმკაცრესი დასკვნა იქნება საჯარო ყველასთვის, მას შემდეგ რაც ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი უკვე საგარეო საქმეთა კომიტეტზე გამოაქვეყნებს და ისაუბრებს საქართველოში 1 წლის განმავლობაში ქართული ოცნების ქმედებებთან დაკავშირებით. სწორედ ხვალ მოვლენების მთავარი ეპიცენტრი იქნება ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი, სადაც ანგარიშს წარადგენს კოსი, რის შემდეგაც უკვე მომხსენებლები საგარეო საქმეთა კომიტეტზე შეიმუშავებენ რეზოლუციას, რომელშიც იქნება გაწერილი ის ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც ქართულმა ოცნებამ უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ საქართველოსთვის არ დადგეს უმძიმესი შედეგები. ევროკომისიაში აფასებს ქართული ოცნების მმართველობის 1 წელს, რა გააკეთა და რა არ გააკეთა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა, იმისთვის, რომ შეეჩერებინა თუნდაც ის, რომ უვიზო რეჟიმი არ გაუჩერდეს თავად ქართული ოცნების ჩინოვნიკებს და მათ ოჯახის წევრებს და საქართველო დაბრუნებოდა ევროპულ გზას. როგორც რეპრესიული კანონები, ასევე ქართული ოცნების მხრიდან ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, დევნა, დაშინება, ყველა თითოეული მოვლენა იქნება ამ უმკაცრეს ანგარიშში. შესაბამისად, პოზიტიური მოლოდინები ამ ანგარიშთან დაკავშირებით ქართულ ოცნებას ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს. ეს ანგარიში, რომელსაც ევროკომისია წარმოადგენს, პრაქტიკულად იქნება წინაპირობა იმ გადაწყვეტილებისა, რომელსაც უკვე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან უკვე ევროკომისიის რეკომენდაციას არსებობს, რომ უნდა შეუჩერდეს უვიზო რეჟიმი მხოლოდ ქართული ოცნების ჩინოვნიკებს და სიაზე მუშაობა ევროკომისიის შიგნით ახლაც გრძელდება. შესაბამისად, ხვალ ანგარიში, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება, იქნება ძალიან მძიმე და ქართული ოცნება უნდა დაელოდოს ევროკომისიის მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს. ეს ანგარიში ევროპარლამენტის მხრიდან უნდა შემდგომ გახდეს ასევე საფუძველი ევროკავშირის გადაწყვეტილების უვიზო მიმოსვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ შეეზღუდოთ ეს უფლება და შეზღუდვა შეეხოს მხოლოდ ივანიშვილს, მის გარემოცვას, რეჟიმის წევრებს, პროპაგანდისტებს. თავისთავად ანგარიში ბუნებრივია იქნება ძალიან მკაცრი, რატომ? იმიტომ რომ ყოველდღიურად ვხედავთ ავტოკრატიის იმგვარ რეპრესიულ ნაბიჯებს, რომლებიც სრულიად შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან. ქართულმა ოცნებამ ყველანაირი ზღვარი გადალახა, რაც კი შეეძლო მათ გაეკეთებინათ დასავლური კურსი საბოტაჟისთვის და ესეც ცხადია იქნება ასახული ამ ანგარიში. 4 ნოემბრის ანგარიში იქნება ძალიან მკაცრი. ამ ანგარიშზე დაშენდება გადაწყვეტილება ევროკომისიის უვიზო მიმოსვლის შეჯერების ოღონდ ახალი რეგულაციიდან გამომდინარე მხოლოდ მათთვის, ვინც დემოკრატიას უთხრის ძირს და ეს სია, რომელსაც ევროკავშირი დაამტკიცებს წლის ბოლოს, არ იქნება ცოტა ადამიანებისგან შემდგარი, მოიცავს ყველა შრეს, რაც ვიცით, ვინც პირდაპირ ჩართული არის ადამიანის უფლებების ხელყოფაში. გამომდინარე ქართული ოცნების აღვირახსნილი ანტიდასავლური კამპანიის, ქართული ოცნების გამალებული და გავეშებული სულისა მოსკოვისკენ ძნელი წარმოსადგენი არ არის, რას უნდა ველოდოთ ჩვენი პარტნიორებისგან, ხო? ნათლად ყველაზე ცხადად მაგიდაზე დევს ქართული ოცნების დამოკიდებულება ევროპის კავშირის მიმართ განსაკუთრებით გამალებით, რადგან მოსკოვში იციან, რომ ევროკავშირი არის ის პერსპექტივა დასავლური ინტეგრაციის, რაც საქართველოს აქვს, რა თქმა უნდა, მთავარი აქცენტი ანტიდასავლური და ანტიქართული კამპანიის მიმართულია ევროპის კავშირის წინააღმდეგ. ევროკომისიის არსებობის ისტორიაში, გეუბნებით პასუხისმგებლობით, არ ყოფილა შემთხვევა, რომ 1 წლის განმავლობაში ასეთი მკვეთრი ვარდნა უფსკრულში განეცადა რომელიმეც სახელმწიფოს, რომელიც თითქოს მიდის ევროკავშირისკენ. ეს დასკვნა იქნება ევროკომისიის მხრიდან განაჩენი ივანიშვილ-კობახიძის რეჟიმისთვის. ევროკომისია ყოველწლიურად აქვეყნებს გაფართოების დოკუმენტს ამა თუ იმ ქვეყანასთან დაკავშირებით, კონკრეტულად იმ ქვეყნების მისამართით, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და თუ გადავხედავთ იმ განცხადებებს, რომელიც ბოლო პერიოდში გაკეთდა როგორც ევროკომისარ მარტა კოსის, ასევე კაია კალასის და ევროკავშირის ლიდერების მხრიდან, უნდა ველოდოთ, რომ ეს დასკვნა იქნება ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული, რომელიც კი დაუწერია ოდესმე ევროკომისიას ქართული ოცნების მმართველობის პირობებში. ხვალ მას შემდეგ
მასშემდეგაც გამოქვეყნდება დასკვნა და ეს იქნება ყველასთვის საჯარო. ევროკომისარი მარტა კოსი და ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი გამართავენ ერთობლივ პრესკონფერენციას, სადაც იქნება გაჟღერებული დასკვნის ძირითადი მიგნებები და ძირითადი მოთხოვნები რა უნდა გააკეთოს ქართულმა ოცნებამ იმისთვის, რომ გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი, შესაბამისად ხვალ იქნება პრაქტიკულად ასე ვთქვათ განაჩენი ქართული ოცნებისთვის. ყოველ შემთხვევაში ოპოზიციას აქვს ასეთი მოლოდინი და წინაპირობა იმისა, რომ ქართული ოცნების ჩინოვნიკებისთვის შეჩერდება უვიზო რეჟიმი.